ჩვენი ფანჯარა სინამდვილეში დაყოფილია აი ასე კოორდინატებით. გვაქვს x-ი ჰორიზონტალური წრე და გვაქვს y-ი ვერტიკალური წრე. ეს თქვენთვის ნაცნობი იქნება. მაგრამ განსხვავებულია აი ეს. მარცხენა წერტილი ჰორიზონტალურ წრეზე არის -1. მარჯვენა წერტილი არის 1. შუა იქნება 0. და ვერტიკალურ წრეზეც ზედა წერტილი არის 1, ქვედა -1 და შუა 0. და აი ამ ერთიანებით და -ერთიანებით განსაზღვრავთ რაღაც წერტილის კოორდინატებს. მაგალითად, თუ სამკუთხედის აგება გვინდა. შეგვიძლია დავწეროთ, რომ -0.5 ჰორიზონტალურ წრეზე და -0.5 ვერტიკალურ წრეზე ქონდეს წერტილი, შემდეგ 0-ზე და 0.5-ზე x, y, შემდეგ კი 0.5-ზე და -0.5-ზე x და y წერტილები. ეს წერტილები რომ შევაერთოთ, გვექნება სამკუთხედი. და ეს არის ნორმალიზებული კოორდინატები. ახლა ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გავწეროთ ეს წერტილები, გავუწეროთ რაღაც პარამეტრები და ნელ-ნელა ვეცადოთ, რომ დახატვისკენ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ.